aprils სრულიად მართლმადიდებელი სამყარო ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა. თანამსახურებდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, ტიტულარული მიტროპოლიტი სერაფიმე, ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი და ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი. საღვთო ლიტურგიის დაწყებამდე არქიდიაკვანმა დემეტრე დავითაშვილმა მორწმუნეებს საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრის სააღდგომო ეპისტოლე გააცნო. სააღდგომო ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის. ყოვლადსამღვდელო მღვდელმთავარნო, ღირსნო-მოძღვარნო, დიაკონნო, ბერმონაზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრებნო, თანამემამულენო. ქრისტე აღდგა! დღეს სასოება წვიმს ქვეყანასა ზედა, ხარობს ეკლესია და მისი შვილნი. გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, ტყვენი ცოდვისანი განათავისუფლა და მაცხოვრებლად კაცთა გამოჩნდა, გიხაროდე. მისი ძალით დაფარვა სურდა და ვერ შეძლეს. მისი სიმართლის დამცირება უნდოდა და ვერ მოახერხეს. ვერაგობა განიზრახეს და ჭეშმარიტების გამოფწინვებით გაწბილდნენ, რადგან ქრისტე აღდგა. აქებდიც მას მართალნი ქვეყანისანი, თავარნი და მსაჯულნი, ჭაბუკნი და ქალწულნი, ძლიერნი და უძლურნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა, ყოველი სული აქებდით უფალსა. რა არის ამ საყოველთაო სიხარულის მიზეზი? ვიცით რომ შემოქმედისგან და სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე სამოთხისგან ჩვენს პირველ მშობელთა განდგომამ, როგორც ადამიანებისათვის, ისე მათდამი, ღვთის განგებით დაქვემდებარებული მთელი ხილული სამყაროსთვის შედეგად მოიტანა ხრწნადობა, რადგან შემოხდა სოფლად ცოდვა და მასთან ერთად სიკვდილი. ცოდვაც და სიკვდილის ბოროტების გამოვლინება და დაცემის შედეგი. მათი ბატონობა ათასწლეულთა მანძილზე გაგრძელდა. ვიდრე ამ ქვეყნად არ მოევლინა ძე ღვთისა, რომელმაც თავის ადამიანურ ბუნებაში დაამარცხა კაცთა ყველა ნაკლოვანება, ყველა ცოდვის მიზეზი და პიროვნული სრულყოფილებით მოკლა სიკვდილი. მან მთელი ქვეყნიერება სიცოცხლისაკენ შემოაბრუნა და თითოეულ ჩვენგანს გამოუწოდა ხელი დახმარებისა, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენს პიროვნულ ცოდვათა დაძლევა, საღმრთო მადლის შეძენა და სიკვდილზე გამარჯვების მოპოვება. მაცხოვარმა ჩვენს ყოფას სხვა აზრი მისცა. მანამდე ნებისმიერი ადამიანი სიკვდილის შემდგომ ჯოჯოხეთში მიდიოდა, მათ შორის ძველი აღთქმის წმინდანიც. აღდგომის დღემ კი გამორჩეული ბრწყინვალება შესძინა ჩვენს ყოველ სათნო სიტყვასა და აზრს, ყოველ კეთილ საქმესა და მოქმედებას. სხვა სიმაღლეზე ავიდა სათნოებანი და ყოველივე ჩვენ საგზლად იქცა ღვთის წინაშე. ამიტომაც ქრისტიანი ამ ქვეყნიურ ცხოვრებაშიც კი იმ ქვეყნიური მარადიული სიცოცხლის მოლოდინით აღსავსე. ეს სწრაფი სურა სიკვდილის დამარცხებასა
და ღმერთთან მარადიულ მყოფობას. ცდილობს წუთისოფელში დაძლიოს ყოველივე ის, რამაც კაცთა მოდგმაში ხრწნილება დათესა და წუთისოფელი დაამძიმა და დაამახინჯა. ქრისტიანის ცხოვრება არ არის სწორხაზოვანი. ამ გზაზე ბევრია განსაცდელი, შეცდომა, დაცემაც, მაგრამ თუ არის ჭეშმარიტი რწმენა და მონდომება, სურვილი წინსვლისა და განწმენდისა, გამარჯვება აუცილებლად მიიღწევა. ამიტომაც ქრისტესთან, მეორე ადამთან, მეორედ შობით, ანუ ნათლობით დაკავშირებული პიროვნება კვლავაც საჭიროებს ცოდვათაგან გათავისუფლებას და სულიერ შეწევნას, რაც ეკლესიაში ხორციელდება. ტაძარი როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში არის განსაკუთრებული ადგილი ღვთის მეფობისა, ღვთის მეუფების ქადაგებისა. ქრისტეს ეკლესია კი სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად ქრისტეს მისტიური სხეულია. ეს ერთი მთლიანობაა, რომლის თავიც თვით უფალია. აქ აღსრულებული ყოველი ჟამის წირვა არის წარმოჩენა მაცხოვრის ამ ქვეყნად შობისა და ცხოვრებისა, ჯვარცმისა და აღდგომისა, ამაღლებისა და მეორედ მოსვლისა. უსისხლო ძღვნის შემწირვალ მოძღვრებთან ერთად მრევლიც ყოველ ლიტურგიაზე ამ მოვლენების თანაზიარი ხდება და ღმერთთან მიახლების საშუალება ეძლევა, განსაკუთრებით კი წმინდა ზიარებით. ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელი ეს უდიდესი საიდუმლო თვითმაცხოვარმა დაადგინა ვნების ხუთშაბათს. წმინდა ზიარება არის ზეციური საკვები და არა წარმოსახვითი ან სიმბოლური, არამედ ჭეშმარიტი ხორცი და სისხლი ქრისტესი, რომელიც მოგვეცა ჩვენი სულისა და ხორცის განსაკურნებლად. მისი უღირსად მიმღებნი საჯელს განიკუთვნებენ, ხოლო გულწრფელად მონანულნი და სასულიერო პირის წინაშე თავის უძლურებათა დაუფარავად მაღიარებელნი აღივსებიან მადლით, რომელიც უჩვეულოდ ზრდის ჩვენ შინაგან სამყაროს, ჩვენს გულსა და გონებას და შეეწევა ფიზიკურ ძალებს. მისი წინასახე ძველ აღთქმაში იყო ზეციური მანანა. როგორც ცნობილია, იგი ებრაელთა ერს ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ რწმენაში განსამტკიცებლად, ღვთისგან საკვებად ყოველდღიურად ეძლეოდა. რომ არ ყოფილიყო ეს ზეციური მანანა, 40 წლის მანძილზე ყამირ და მოუსავლიან გზებზე მავალი ამდენი ხალხი ფიზიკურად ვერ გადარჩებოდა. როგორც მანანას გარეშე რჩეული ერი წმინდა მიწამდე ვერ მიაღწევდა და იქ ვერ დაემკვიდრებოდა, ასევე აღსარებისა და წმინდა ზიარების გარეშე ადამიანი ცათასასუფეველს ვერ მიაღწევს და ვერ დაიმკვიდრებს, რადგან ცოდვასა და სიკვდილს მარტო ვერ ძლევს და ვერც მარადიული სიცოცხლის ნეტარებით აღივსება. ამიტომაც ბძნებს უფალი. მე ვარ პური სიცოცხლისა. თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა უდაბნოში და მოკვდნენ, ხოლო მე ვარ ცოცხალი პური, რომელიც ზეციდან გარდა მოვედი. პური, რომელსაც მე გავცემ, ჩემი სხეულია, რომელსაც ქვეყნიერების სიცოცხლისათვის გავცემ, ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, თუ არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნება სიცოცხლე თქვენში. ჩემი ხორცის მჭამელი და ჩემი სისხლის შემსმელი ჩემში რჩება და მე მასში. ეს საკვირველი სინამდვილეში ყოველ წირვაზე აღესრულება და მაცხოვარი, რომელმაც ერთგზის შესწირა თავი ჩვენთვის, მარადით დაიკვლით გამწმენდელად მიმღებელთა თვისთა, რათა შთაბეროს სული ცხოველი, ამაღორძინებელი და ზეცასთან დამაკავშირებელი.
იესო ქრისტეს ბრწყინვალე ადგომის შემდეგ მართალთათი სიკვდილის საკრელნი აღარ არსებობს. ამ დღეს მაცხოვარმა თავად მოიხილა ჯოჯოხეთი და იქიდან ამოიყვანა ადამი და ევა. ასევე სხვადასხვა დროს გარდაცვლილ ძველაღთქმისეულ მართალთა სულნი და ღვთის საუფლოში დაამკვიდრა ისინი. რაც შეეხება ახალი აღთქმის მართალთ, ანუ ღვთისადნო ქრისტიანებს, ისინი გარდაცვალებისთანავე სრულიად ახალ, მადლითა და სიხარულით სავსე ცხოვრებას იწყებენ უფლის სავანეებში. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამგზავროს, არამედ გარდაიცვლება სიკვდილიდან სიცოცხლეში, ბრძანებს მაცხოვარი. თუმცა სრული ნეტარებისთვის და დაცემამდელი მდგომარეობის აღდგენისათვის აუცილებელია სულმა თავისი სხეულით შეიმოსოს. ჩვენ ვიცით, რომ როგორც ქრისტემ აღადგინა თავისი თავი, ასე აღადგენს ყველა მისიანს, ოღონდ მეორედ მოსვლის შემდეგ და ეს ჟამი ყველასთვის ერთდროულად დადგება. პირველ მშობლების დროიდან მოყოლებული, ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე მყოფნი ღვთისადნო სულნი სულიერ სხეულს შეიმოსავენ და სრული სიხარულით ყველა ერთად განიხარებს. ცოდვილნით შეიმოსავენ უხსნელ სხეულს, ოღონდ მარადიული ტანჯვისთვის. საყოველთაო აღდგომით ვიბრუნებთ რა უკვდავ ცხოვრებას, ვიძენთ სრულყოფილ ერთობას ჩვენს ახლობლებთანაც, რომელთანაც სიკვდილმა გავყარა, ვიძენთ სრულყოფილ კავშირს ღმერთთან და წმინდათა დასთან. ამიტომაც ბრძანებს იესო ქრისტე, ჩემი ხორთის მჭამელს და ჩემი სისხლის შემსმელს, ანუ ზიარებით მადლის მიმღებს, საუკუნო სიცოცხლე აქვს და მე მას აღვადგენ უკანასკნელ ჟამს და ამ პურის მჭამელი უკუნისამდე იცოცხლებს. ასეთი ენით გამოუთქმელი საღვთო სიხარული მოგვანიჭა აღდგომის დღემ და იქცა იგი ჩვენთვის დღესასწაულთა დღესასწაულად, ზეიმთა ზეიმად. ყოველი კვირა დღეც მის სიხარულს ატარებს და ცისკრის ჟამზე მონაცვლეობით იკითხება აღდგომასთან დაკავშირებული 11 ამონარიდი, 4 სახარებიდან. ამასთან აღდგომის ზეიმის განსაკუთრებულობა განსაზღვრა მთელი წლის მოძრავი საეკლესიო დღესასწაულების ციკლს, განახლებისა და გადარჩენის, სიცოცხლისა და სიხარულის, იმედისა და ღმერთთან მშვიდობის მომტან ამ დიდებულ დღეს და რა თქმა უნდა უფერულდება ის განსაცდელიც ამჟამად ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო რომ მოუცავს და ყველას ასე აშფოთებს. უცნაური ვითარება შეიქმნა. ადამიანები ერთი მხრივ გაერთიანდნენ სიცოცხლისათვის საშიში საერთო საფრთხის წინააღმდეგ და ამავე დროს ჩაიკეტნენ თავის ქვეყანაში, თავის ქალაქსა თუ სოფელში, თავის სახლში. მათ დაფიქრების საშუალება მიეცათ და აღმოაჩინეს ის რეალობა, რომ აზრი დაკარგა ბევრმა რამემ, რაც გუშინ დიდად მნიშვნელოვნად მიაჩნდა. სამაგიერო წინა პლანზე წამოიწია ისეთმა მიმართულებებმა, რასაც ადრე ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ამასთან სახელმწიფოებმა თვის უზრუნველყოფის საჭიროება დაინახეს და სხვაზე დამოკიდებულების მდგომარეობა წამგებიანი გახდა. ყველა ქვეყნისთვის და მათ შორის საქართველოსთვის პირველი რიგის ამოცანად იქცა ადგილობრივი წარმოებისა და სოფლის მეურნეობის აღორძინება. უნდა ითქვას ისიც, რომ ახალი ვირუსის პრობლემამ პლანეტის მოსახლეობას უდიდეს ნაწილში დიდი შიში დანერგა და მათი მზერა ღვთისკენ მიმართა. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელის. ქრისტიანი პრობლემებს მადლიერებით იღებს და ყველაფერში ღვთის ხელს ხედავს, მასზე სასოებს, მისით ხარობს
და ამასთან ცდილობს გამოძებნოს სწორი გამოსავალი არსებულ ვითარებაში. გავიხსენოთ წმინდა გრიგოლ პალამას სიტყვები მრევლისადმი. ამის წინ მრავალი საშიშროება შეგვემთხვა, მერე გაგვასახლეს და თავს დაგვაწყდა სენიც, ყველა საშინელებაზე უფრო საშინელი. ქრისტეს მშვიდობით აღწილნი მაშინაც ხოლო ჩვენზე იმოვდით ყველასგან დევნილნი და ტანჯვა წამების თითოეული ადგილი ჩვენთვის იქცა სადღესასწაულო სივრცე. ჩვენი ძმების უმრავლესობა ზიაღმატებული სიყვარულისა და ძმათ მოყარეობის გამო თავს არ ზოგავდა, უშიშრად ემსახურებოდა სხეულებს. მრავალი მათგანი, ვინც ავადმყოფებს უვლიდა და სხვებს განამტკიცებდა, თვითონად დასნეულდა და გარდაიცვალა. ამგვარად ტოვებენ მიწიერ ცხოვრება ჩვენ შორის საუკეთესონი, თვის მოსაობისა და რწმენის გამო. ასეთი აღსასრული მოწამეობაზე ნაკლები როდია. ამგვარი სულისკვეთება ქრისტიანისათვის ახლობელია. თუმცა რა თქმა უნდა, სიფრთხილეც გვმართებს, რომ არ განცადოთ უფალი. ამასთან ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მისინების გარეშე ჩვენი თმის ერთი ღერიც არ დავარდება. მთავარია შევინარჩუნოთ ზომიერება, სულის სიმშვიდე და ღმერთთან სიახლოვის სიხარული. ეს კი ლოცვით და ყველაზე მთავარია ღმერთთან სწორი პიროვნული დამოკიდებულებით, ანუ რწმენით მიიღწევა. რწმენა ქვაკუთხედია ჩვენი არსობისა და განსაზღვრავს ჩვენი აზროვნებისა და ცხოვრების წესს. იგი ღვთით უნდა მოგვეცეს და მოგვეცემა კიდეც. თუ მოვინდომეთ და ვიღვაწებთ, შევნიშნავთ იმასაც, რომ არ არის სწორი მორწმუნე ნაწილმა ურწმუნონი ან მცირედ მორწმუნენი დაადანაშაულოს და პირიქით. რწმენას უდიდესი ძალა აქვს და სულ სხვა შესაძლებლობებს ავლენს ადამიანში. გავიხსენოთ სახარება, როდესაც გალილეის ზღვაზე იესო გამოეცხადა მოციქულებს, უფლის მოწოდებაზე მასთან მისულიყო პეტრეს ისეთი რწმენა დაეუფლა, რომ წყალზე როგორც ხმელეთზე ისე გაიარა, მაგრამ როგორც კი ეჭვი შეეპარა თავის შესაძლებლობებში და შეეშინდა, მაშინვე დანთქმა დაიწყო, თუმცა თხოვნის გამო უფალმა იგი ისევ შეიწყალა და რწმენაში გააძლიერა. გავიხსენოთ ისიც, განკურნების მთხოვნელს უფალი ეკითხება, წამს თუ არა რომ შესაძლებელია იმის აღსრულება ღვთისაგან, რასაც ითხოვს, და როცა იღებ დადებით პასუხს, დასძენს, სარწმუნოება მან შენმან გაცხოვნა შენ. ამიტომაც გვარიგებს მოციქული, ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ. მთელი წმინდა წერილი რწმენაზეა დაფუძნებული და აქ აღწერილი ამბებით ურწმუნოებაზე რწმენის გამარჯვებას გვამცნობს. ოღონდ ქრისტეში ძალა აქვს სიყვარულით მოქმედ რწმენას და მკვდარია რწმენა საქმეთა გარეშე ისევე, როგორც სხეული სულის გარეშე. ჩვენ ღირსებით უნდა ვიდგეს რწმენაში, სიყვარულსა და მშვიდობაში გონიერებით და ვეცადოთ შევინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელი. ამასთან არ უნდა შევშინდეთ და ყველაფერში ავიღოთ სარწმუნოების ფარი, რათა შევძლოთ ბოროტების გახურებულ ისართა დაშრეტას. სარწმუნოების გარეშე კი შეუძლებელია ღმერთს სათნო ვეყოთ. მადლობა უფალს, საქართველოში მრევლთან ერთად ტაძრებში წირვა ლოცვა არ შეჩერებულა. არც აღდგომის ღამეს, ღვთის შეწევნით, ექიმების დახმარებით, ხელისუფლების ქმედებით და მოსახლეობის პასუხისმგებლობით პანდემია ჩვენთან დიდი პრობლემები არ მოჰყოლია, ინებოს ღმერთმა სირთულეები არ ჩემგნომში შეიქმნას და საქართველოს და მსოფლიოს იხსნას ამ განსაცდელისაგან. არ შემიძლია მადლობა არ გადაუხადოთ ჩვენს მრევლს, რომელიც წესრიგის გამორჩეული დაცვით და რეკომენდირებული ნორმებით სიცივეში, ქარში, წვიმაში არ ერიდებოდა მსახურებაზე ღია ცის ქვეშ
საათობით დგომას. აღდგომილმა მაცხოვარმა დაღლოცოთ და გაგახარო, ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახები. მინდა ასევე დალოცო ის მორწმუნენი, ხან დაზმულნი და უძლურებაში მყოფნი, რომანიც სახლებიდან ჩვენთან ერთად ლოცულობდნენ და ლოცულობენ. ლოცულობთ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობას. ლოცავთ უცხოეთში მყოფ ჩვენს სასულიერო პირებსა და თანამემამულებს. იცოდეთ, მანძილის სიდიდე და საზღვრები ჩვენ ვერ დაგვაშორებს. ჩვენ ლოცულობთ თქვენთვის, თქვენ ლოცულობთ ჩვენთვის და ჩვენ ერთად ვართ. ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ასევე ვილოცავ ბერძნებს, უკრაინელებს, რუსებს, სომხებს, ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, უდინებს, ასირიელებს, იეზიდებს, ქურთებს, ინგუშებს, ჩერქეზებს, ჩეჩნებს, ლეკებს, ყოველ მკვიდრს საქართველოისა და ჩვენი საზღვრებს გარეთ ცხოვრებ თანამემამულებს. ვილოცავთ ყველა ქრისტიანს და ქრისტეს ყველა მადიდებელს. ვიხარებდეთ უფლისა მიმართ და ვიშვებდეთ ერნო. გულისკარი გავუღოთ უფლისმიერი ბედნიერებას და უშიშრად ვიქადოდეთ უძლურნი ძლიერებასა მისსა, დაბალნი მის მიერ ამაღლებასა, ჩაგრულნი სამართალსა, მოკვდავნი უკვდავებასა. დღეს ამ ქვეყნად მყოფნი მორწმუნენი და მარადიული ნეტარების მკვიდრნი, მართალნი ერთად ვხარობთ და ვმადლობთ დაუსაბამოსა მამასა ღმერთსა, თანადაუსაბამოსა სიტყვასა ძესა და სულსაწმინდასა, მადლობ ყოვლადწმინდასა ღვთისმშობელსა და ვღაღადებთ ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა, საქართველო ძალიან მიყვარხარ. სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია მეორე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. 18 აპრილი 2020 წელი. სასწაულად წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მრევლი დალოცა და აღდგომის დღესასწაული მიულოცა. ყველას გილოცავთ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს. თქვენ და სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული არ მოგაკლოთ მამაზე სიერბო. ქრისტე აღდგა, ქრისტე აღდგა, ქრისტე აღდგა. მადლი გქონდეთ, მადლი გაგატანოთ ღმერთმა თქვენ სახლებში. დალოცვილი იყავით ჩვენთან არ